დღეს 27 სექტემბერია. მართლმადიდებლური ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. ამავდროულად 27 სექტემბერი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ დღედ ითვლება. სოხუმის დაცემის დღე, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აფხაზეთი მოსწყვიტა საქართველოს და ადამიანების საკუთარ სამშობლოში დევნილებად აქცია. გამოდი დეიდა, გამოდი და ჯობია დავიდი. ოცდაორი წლის წინ დღევანდელ დღეს სოხუმი დაეცა. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმიდან გამოდევნულმა ქართველებმა ცეცხლში გახვეული მშობლიური ქალაქი დატოვეს, სადაც აფხაზები გამარჯვებას ეუბნებოდნენ. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვე და 13 დღე გრძელდებოდა. ქართულ შენაერთებს აფხაზებთან ერთად ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები, კაზაკთა მილიციისა და არაოფიციალურად გუდაუთაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის შენაერთები ებრძოდნენ. როგორც აფხაზეთის ომის მონაწილეები აცხადებენ, 27 ივლისის სოჭის ხელშეკრულება და ქართული მხარის განიარაღება გახდა აფხაზეთის დაკარგვის წინაპირობა. სოხუმის დაცემას წინ უძღოდა გარკვეული პერიოდი და გარკვეული მოსამზადებელი, ასე ვთქვათ, სამუშაოები ეს ძირითადად რუსების მხრიდან. მთავარი რაც იყო, ეს იყო ის ეგრეთ წოდებული სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც ივლისში იყო დადებული სოჭში, რომლის მიხედვით გაყვანილი იქნა სოხუმიდან შეიარაღებული ძალები საქართველოსი, დაიცალა ტექნიკიდან, მოიშალა მთლიანად პოზიციები. თან ეს ხდებოდა პარალელურად იმისა, რომ აფხაზებს თავისი პოზიციები ასად არ მოუშლიათ, შრომასთან იდგნენ. თითქმის სოხუმს იყვნენ მოახლოებული ყველა მხრიდან და იქ ერთი ნაბიჯითაც უკან არ დაუხევიათ. რატომ მოუტყუვდით ასე, რა იყო ამის მიზეზი, ამას ახლა 23 წელი არის გასული და რა იყო ამის მიზეზი, ეს ჩვენში არიდო, ეს იყო მე როგორც ხედავდი, მაშინ სახელმწიფო უკვე იყო გამოცლილი ძალა არ ქონდა არაფრის. ახლა ჩვენ ფაქტიურად რომ აფხაზებთან არ იყო ეს ომი იყო უფრო დიდ ძალასთან. 23-24 რიცხვამდე თითქმის რკინიგზის სადგური რო იყო, იქამდე მიდიოდა ბრძოლები. შემდგომ ნელ-ნელა უკან დახევით და როდესაც უკვე ხელში ჩაიგდო მტერმა ანძა სატელევიზიო, ეგრეთ წოდებული ფუნიკულიორი, რომელიც ზევიდან გადმოყურებდა სოხუმს, იმის შემდეგ იყო თითქმის სოხუმი იყო გამწვერული. 27 სექტემბერი უმძიმესი დღე არის როგორც ვეტერანებისთვის, ისევ მთელ აფხაზებს, მთელი საქართველოსთვის შეგვიძლია რომ ვთქვათ. 27 სექტემბერს მიუძღოდა წინა მოვლენები, ეს იყო სოჭის ხელმოწერა, ხელშეკრულების იქა განიარაღება საუბედუროდ და შექმნა შინაგან ჯარების ქართული მხარე და რუსული მხარე 500-500 რომელიც ბუფერის ზონით გაგვიწიეს რაღაც აგუძერამდის ჩვენი სანგრები მიგვატოვებიეს, რომელსაც ჩვენ ვიცავდით 413 დღე, წელიწადზე მეტი და დავუცმეთ ტერს, უამრავი გვერდოდა ერთ-ერთ მუჭა ხალხს. გაიყვანეს შეიარაღება ტექნიკა, გაიყვანეს საჯარისო ფორმირებები, მოწინააღმდეგის ადგილზე დაუტოვეს ყველაფერი
დააბრუნებს მშვიდობიანი მოსახლეობა მოტყუებით, შანტაჟით. და ასე გამოდის, რომ ორივე მხარე იმის აფხაზეთის ქართულ მოსახლეობას ებრძოდა ორივე მხარე. შევარდანძის და არძიმბას. რა თქმა უნდა, ორივეს ერთი პატრონი ყავდა რუსეთის ხელმძღვანელობა. ხო და ისე რა ქვია, ყველასთვის იყო გასაგები. ხო და მოხდა ლოგიკური დასასრული. თბილისის მკვიდრი ყოფილი შინაგანი ჯარების ერთ-ერთი ბატალიონის საველე მეთაური გელა ათაქიშვილი სოხუმის დასაცავად გადამწყვეტ ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა. 16 სექტემბერს შემოვიდნენ ისინი ზემო, ესე იგი, ანუ მათ სტრატეგიული სიმაღლეები უკვე დაკავებული ჰქონდათ, როგორც იყო შრომა, თავისუფლება, დაიწყო შემოტევა ზღვის მხრიდან, ეშერის მხრიდან, ანუ გუმბისტის მხრიდან დაიწყეს შემოტევა. შემოტევა დაიწყეს ზემოთა მხრიდან. ფაქტურად სოხუმი იყო ალყაში. ამ დროს ჩვენ მაინც იმედს არ ვკარგავდით მებრძოლები და ველოდებოდით მაშველ ჯარს ოჩამჩირის ფრონტიდან. ოჩამჩირის ფრონტზე დაახლოებით 5000-მდე კაცი იყო, რომელსაც შეეძლო რაღაცა მაინც თავისი წვლილი შეეტანა სოხუმის დაცვაში. ჩვენ ბოლომდე მაინც ფიქრობდით, რომ ეს მაშველი ძალა დაგვეხმარებოდა და სოხუმს დავიცავდით. ფაქტიურად შიშველი ხელებით ქართულმა ფორმირებებმა და სხვა ადგილობრივმა მოლაშქრეებმა და მებრძოლებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ სოხუმი არ დაცემულიყო, მაგრამ ძალა აღმარცხნავსო, რადგან ჩვენ არ ვყავდა артиლერია, მძიმე ტექნიკა, ავიაცია, რამაც კიდევ ერთხელ ვიძახი, კატასტროფული შედეგები მოიტანა ქართული არმიისთვის, სადაც რუსეთის არმიას უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული არმიის დამარცხებაში. ქართული მხარის მონაცემებით 10000-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ამ ომში. სოხუმის დაცემის დღეს რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა 30-მდე ქართველთან ერთად დახვრიტეს. მას შემდეგ 27 სექტემბერი საქართველოში ხსოვნისა და იმედის დღედ გამოცხადდა. ამ დღეს ყოველწლიურად აფხაზეთის ომის მონაწილეები, საქართველოსა და აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები იკრიბებიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალთან და პატივს მიაგებენ ომში დაღუპულ თანაქალაქელებსა და თანამებრძოლებს. იმედი მაინც მაქვს. პატრიარქი ხშირად მეუბნება, რომ აფხაზეთი დაბრუნდება და ჩვენ გვჯერავს პატრიარქისა და დაღუპული ბიჭები მე ასე ვიტყოდი, რომ ყველანი გმირები არიან. მაგათ რაც შეეძლოს ყველაფერი გააკეთა. ყველაზე ლამაზი რასაც ქვია, სიცოცხლე, ცხოვრება, ახალგაზრდობა სამშობლოს შეწერეს.